ხო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი, აშარი ქალი გამოდგა. გერს დღემუთა მცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა. ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა ერქვა. ძალიან უყვარდა. მინდორში დაჰყავდა, აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, უვლიდა და თვითონაც ერთობოდა. დედინაცვალი კი არ აცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა. სხვას რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავად მყოფა. დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა ჰკითხა: რა გიშველისო? წიქარას გულღვიძლის გარდა ვერაფერი მიშველისო, უთხრა ქალმა. იცოდა, წიქარას დაკლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა. მამა შეწუხდა, მაგრამ რას იზამდა? ქალი რომ ლოგინიდან აღარ ადგებოდა, გადაწყვიტა დაეკლა წიქარა. მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანასა ლესავ. რად გინდა მამა ეგ დანა, რისთვის ლესავ? კითხა ვაჟმა. წიქარა უნდა დავკლავ, უთხრა მამამ. დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ეკნა? წავალ, წყალს მაინც დავალევინებ, უთხრა მამას. წაიყვანა წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე, რომ მისი ცრემლები წყალს ეწევია. რა გატირებს, ჩემო მეგობარო? რაზე ითხრი თვალებს? შემოგევლოს შენი წიქარა. ბიჭმა მიხედა, ეგონა მომესმო. შეშინებული და განცვიფრებული, დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი წიქარა ელაპარაკებოდა. დაკვლას გიპირებენ, დაკვლასაო, მიუგო ვაჟმა. ვიცი, ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელის კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი. შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო. ვაჟმა მოიტანა ყველაფერი და მოვიდა. წიქარამ შეისვა ვაჟი ზურგზე და გაკუსლეს. მამა ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ არ დაუხვდა. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩააგდო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყეული ღორი ჰყავდა და ის გამოუყენა. მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებდალესილი ღორი. ის არის, უნდა დაეწიოს, რომ წიქარამ უთხრა ბიჭს, რაღაცელი მეგობარო, სიკვდილი ფეხდაფეხ მოგდევს, გადაღვარე ბოთლით წყალიო. გადაღვარა ბიჭმა წყალი, გაჩნდა საშინელი ზღვა. ღელავს ზღვა შავად, სიკვდილს უქადის ყველას, მაგრამ ღორი არ უდრკებას ვირთების ცემას და მიცურას. სანამ ღორი ზღვას გადასურავდა, წიქარამ და ბიჭმა კარგა გზა გაიარეს. ბოლოს გამოვიდა ღორიც. წიქარამ უთხრა ვაჟს: თავი მიიბრუნე, აბა მოდის თუ არაო? მიიბრუნა ბიჭმა თავი. შორს ბუზისოდენა რაღაცა მორბის თუ მოფრინავსო, უთხრა წიქარას. ეგ ღორიაო, მიუგო წიქარამ. მირბის წიქარა მიაქროლებს ბიჭს, მორბის ღორი ცოტაც და დაეწევა წიქარას. სავარცხელი გადააგდეო, შესძახა ბიჭს წიქარამ. გადააგდო ბიჭმა სავარცხელი, უცებ ისეთი ხშირი და წვრილი ტყე აიყარა, შიგ თაგვი კუც ვერ მოიბრუნებდა. ჭრა ეშვებით ღორმა ტყე, ჭრა და გავიდა. მირბის წიქარა მიაქროლებს ბიჭს, კარგა გზა გაიარეს. მოიხედა ბიჭმა, შორს ბუზივით ისევ რაღაც მოსჩანდა. ბუზის ტოლა რაღაცა ჩანსო, უთხრა წიქარას. ღორი მოგდევსო, მიუგო წიქარამ. ცოტა კიდევ და ღორი წიქარას დაეწევა, მაგრამ გადააგდო ვაჟმა სალესავი და აიმართა თვალუწვდენელი კლდე. ჭრის ღორი, ჭრის რა ძალი და ღონე აქვს კლდეში საფეხურებს, ადის ზემოთ. შუა ადგილზე რომ მივიდა, დაუსყდა ფეხი და უფსკრულში ჩაინთქა. წაიღო ჩემისა და თქვენი ჭირიც. ბიჭს და წიქარას ხსნის იმედი მოეცათ. იარეს და გავიდნენ სამშვიდობოს. წიქარამ გაიყვანა ბიჭი ერთ ტრიალ მინდორზე. იქ ერთი ალვის ხე იდგა. მისი კენწერო ცასას წვდებოდა. შესვა ზედ. მისსა ორი სალამური. ერთი საჭირვარამო,
ერთი სალხინო და უთხრა: მე წავალ, ვივლი მინდვრად, ბალახს მოვძով და თავს ვირჩენ. შენ აქ იჯექი, თუ რამე გაგიჭირდეს, საჭირვარამო სალამური დაუკარი და მაშინვე აქ დავიბადები. თუ გილხინდეს, სალხინო სალამური დაუკარი, საჭმელსაც იქ მოგიტანს და სასმელსაცაო. გამოეთხოვა და წავიდა წიქარა. ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს. გაიგონა ერთმა მეცხვარემ სალამურის ხმა. ძალიან მოეწონა და მიჰყვა ხმას. მივიდა ალვის ხესთან და ხედავს, ბიჭი სალამურს უკრავს. პეპლები გარს შემოხვევიან. სალამურის ხმაზე ფარფატებენ და ირევიან ერთმანეთში. მეცხვარეს შურით აევსო თვალები და გადაწყვიტა ხელთ ეგდო სალამური. ჩამოდი ერთი ძირს, მაჩვენე ეგ სალამური, რისგან არის გაკეთებული? დაუძახა ვაჟს, მაგრამ ვაჟი არ ჩამოვიდა. წიქარას ჰქონდა ნათქვამი, ალვის ხიდან არ ჩამოხვიდეო. ადგა შურიანი მეცხვარე, წავიდა ხელმწიფესთან და მოახსენა. ამა და ამ ადგილას ერთი ბიჭი ზის ალვის ხეზე და ისე უკრავს სალამურს, რომ მთელი ქვეყანა ხარობსო. ხელმწიფე მაშინვე დაიბარა თავისი ნაზირ ვეზირები და უთხრა: ან თქვენ უნდა მომგვაროთ ის ბიჭი, ან ვინმე იშოვოთ იმისი მომყვანიო. ნაზირ ვეზირებმა ხელმწიფესთან ერთი მოხუცი ქალი მიიყვანეს. იმ ბიჭს მე მოგგვრითო, უთხრა ხელმწიფეს დედაბერმა. ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი ზის თავისთვის ალვის ხეზე და უკრავს სალამურს. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა. ამოიღო სადგისი და უჩხვლიტა თხას. ჩხავის საწყალი თხა. ვაჟმა რომ დაინახა, მოხუცი თხას აჩხავლებდა, დაუძახა: დიდედა, რა საშვილები, მაგ თხას რა დაჩხავლებო? დაკლა მინდა შვილო და ვერ დამიკლავს. იმდენი სიკეთე მიყავი, ჩამოდი და დამიკალიო. რას მოიფიქრებდა ბიჭი, რომ მოხუცს ღალატიედო გულში? ჩავიდა ძირს. დედაბერმა რაღაც ჯადოთი გააბრუა და დააძინა. ასწიეს და წაიყვანეს მძინარე ბიჭი ხელმწიფის კაცებმა და ჩასვეს ცხრაკლიტულში. ბიჭს გამოეღვიძა, ხედავს, დატყვევებულია. დაღონდა, დაიწყო ტირილი. ინატრა თავისი სალამურები, მაგრამ მისი სალამურები ალვის ხეზე ეყარნენ ოხრად დარჩენილები. ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა და ცას მიაცქერდა. ამ დროს ცხრაკლიტულს ყვავმა ჩაუფრინა. დაინახა ვაჟმა და შეზძახა: ყვავო, ყვავო, სად მიფრინა, სად მიგეჩქარება? წადი, შენი შვილების მზესა, მინდორში რომ ალვის ხე დგას, ზედ ჩემი სალამურებია და აქ მომიტანეო. მე რომ ლეშს ავჭამდი და შენ ქვებს მესროდი აღარ გახსოვს? უპასუხა ყვავმა და გაუდგა გზას. გააყოლა თვალი ბიჭმა და ჩამოყარა ცრემლები. გადმოიფრინა ბეღურა. ჩიტო, ჩიტო, შენი ბარტყების გაზდას, მინდორში ალვის ხეზე სალამურები დამრჩა და მომიტანეო. შენ რომ მახეს გვიგებდი და ბუდეს გვიშლიდი, აღარ გახსოვს? მი არ მოგიტან, სხვას თხოვეო, უთხრა ბეღურამ და გასცილდა. გააყოლა იმასაც თვალი ბიჭმა და ჩამოსცვივდა ცრემლები. ბოლოს მერცხალი დაინახა და შესწირა. საით მიფრინავ მერცხალო, საითკენ მიეშურები? მინდორს რომ ალვის ხე ხარობს, ცივნი წყარონი დიანო, პეპლები ციქას ხდებიან, ტურფად ჭრელ მხრებსა შლიანო, შეიყრებიან ჩიტები, ყვავილნი შეკრბებიანო, წიქარაც იმათთან მოდის, იქ დაინახავ ღვთიანო, სალამურები ციქარის, უჩემოთ დალპებიანო. გაფრინდი, აქ მომიტანე, ჩემო ლამაზო მხრიანო. გაფრინდა მერცხალი და მოუტანა სალამურები. დაუკრა საჭირვარამო სალამური ვაჟმა, დაუკრა და აატირა. წიქარამ გაიგონა თუ არა სალამურის ხმა, მაშინვე გაეშურა ვაჟისაკენ. გააფთრებული ეცა რქებით ცხრაკლიტულს და დაუწყო მტვრევა. 8 კარი გატეხა, მეცხრე კარს რომ მიადგა, ცალი რქა მოტყდა. დაღონდა წიქარა, თავის რქას ისე არ ასჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს რქა შესთხოვა. უცებ ერთი თაგვი გამოძვრა და წიქარას უთხრა: რას მომცემ რქა რომ მოგაბა? შენს ლეშს ხომ მაჭმევო? გაჭმევო, უთხრა წიქარა. თაგვმა გაუმთელა რქა.
ეცა წიქარა შენეწა მეცხრე კარიც, შევიდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე და გაეშურა ალვის ხისაკენ. აუშვა წიქარამ ბიჭი ალვის ხეზე და თავად ისევ მინდორში წავიდა. იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალხინო სალამურსა და ერთობოდა. უცებ წიქარა მოაგონდა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირო არა მოსალამური, მაგრამ წიქარა არ გამოჩნდა. რაღაც იზამდა, ჩამოვიდა საძებნელად, ბევრი ეძება, ბოლოს ერთ კორწზე მკვდარი იპოვა. დაემხო ბიჭი წიქარას და ატირდა. ისე გულსაკლავად ტიროდა, მისი ცოდვით ბალახნიც ტიროდნენ. აღარ ირხეოდნენ, პეპლები აღარ ფრინავდნენ და ცრემლს აღვრიდნენ. ვაიმე, ჩემო წიქარა, მოთქვამდა ბიჭი, უშენოთ ახლა რაღა მეშველებაო. ამ დროს საიდღანღაც ის თაგვი გამოძვრა, წიქარას რომ რქა გაუმთელა. წიქარას ლეშის საჭმელად მოსულიყო თურმე. რომ დაინახა ბიჭი ასე საცოდავად ტიროდა, უთხრა: რას მომცემ წიქარა რომ გადიცოცხლო? შენს ლეშს ხომ მაჭმევო? ოღონდ ჩემი წიქარა გააცოცხლე და გაჭმევო, უთხრა ბიჭმა. გაიქცა თაგვი. იქვე მოკრიფა რაღაც ბალახი. მოარბენინა. წიქარას სწავს წამოუსვა და გააცოცხლა. მოეხრია ბიჭი ხარს, იალერსება, თვალებს უკოცნის, წიქარაც პირს უთათუნებს ბიჭსა და ლოკავს. აბა, გეყოფათ, უთხრა თაგვმა ბიჭს. მე უკვე მომშივდა, შენი სიკვდილის დროაო. გაიქცა თაგვი, მოკრიფა სასიკვდილო ბალახი, მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა წიქარა, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისათვის მომკვდარიყო. ის იყო ბიჭი უნდა შეხებოდა ბალახს, რომ თაგვმა უთხრა: მიპატიებია სიკვდილი. თქვენნაირი მეგობრები ჩემს დღეში არ მინახავს, მარათი ცოცხლეთო. ბიჭი გონს არ მოსულიყო, რომ თაგვი გაქრა. გახარებულმა წიქარამ შეისვა თავისი მეგობარის ზურგზე. წამოიღო სალამურები. გააქროლა ბიჭი ახლა სხვა ადგილას, სხვა მხარეში, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი ბებერი. შესვა ერთ ალვის ხეზე და მისცა სალამურები. თვითონ კი მინდორში წავიდა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის. უკრავს სალხინო სალამურს, თვითონაც ხარობს და ქვეყანასაც ახარებს. როცა წიქარას ნახვა მოუნდება, დაუკრავს საჭირვარამო სალამურს და წიქარაც მაშინვე იმასთან გაჩნდება.